ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მამაკაცისგან, უფრო მეტად კიდე გამაღიზიანებელი ალბათ ვიდრე ქალისგან ბევრი საუბარი, იწყებენ 10 წლის წინ რა მოხდა და ბოლოს ნუ რაღაცა უწინადადებას კონკრეტულად რა უნდა ეთქვათ. ძალიან მაღიზიანებს ბიჭები, რომლებიც არიან აი ვალეტი ბიჭები როა, ხეცი რაღაცნაირად და ეცედა პლასმასის და ესეთი და როგორია თუ ძალიან დერწკები არიან და რაღაც სერიოზულ თემაზე რა დაელაპარაკებენ და აი ციფრდებოდა როგორ ხდება რა უნდა გითხრათ ზოგში ასზე რო არ არის არაფრის. პირველი და უმთავრესი რაც კაცებში ყველაზე ძალიან მაღიზიანებს აი მუდმივად დაძაბული ბიჭები რო არიან და აი მუდმივად აი ეს რო არის მაგათი ცხოვრების სტილი ზოგადად რომ ეს დაძაბულობას რო ვერ იხსნიან ვერაფრის და აი ქუჩაში რო დგანან მაგალითად და ვიღაც 200 მეტრში რო ტიპი დგას რომ აი რა კაი ამინდია რომ ამბობს და მე მითხარი რამე აი ეს რო იკითხება ისე ხო ხდები აი ანუ ბავშვი არ ხო ხდები არა მე მეგონა მე მითხარი რამე და თავს ესე რომ უხნევს აი რაღაცნაირად აი ვერ ხდები პროსტ აი ეგ უბრალოდ შარს რო ეძებენ თუ რაღაცა იმიტომ რომ მაგის გამო მე ანუ ვიღაცებს მირა უბრალოდ ეს ერთმანეთს ხოცავენ რაღაცებს საკეთებენ თელს ხო რომ მე ციხეშიდან იქიდან გამოდიან კიდე უარესი რაღაცა აი როგორ ეს რომ მიეძღ მე მითხარი აი მაგის გამო ტიპები 15 წელი ზიან ციხეში და ნუ აი ეგ ძალიან მაღიზიანებს და ძალიან ცუდი არის. So I gotta be down with the hood team. Too much television watching got me chasing dreams. I'm an educated fool with money on my mind. ხო, გარეგნობას რაც შეეხება, აი ძალიან არ მომწონს. აი ფეხბურთელებს ახასიათებთ ხოლმე, აი პარასკევის შაბათს ესეთი ჩაცმა რა, დიდი ჰერმესის კამერები, ან ლუი ვიტონის და ჩატანიებული საროჭკები და კაი ბრეოლენი გადასული ზემოდან აი არ მიყვარს ნარცისი ბიჭები, რომლებიც ზედმეტად არიან თავის თავზე შეყვარებულები და შეუძლიათ სარკიცი გაატარონ ძალიან ბევრი დრო. რომელი კატეგორია მაღიზიანებს დაანიცი? აი ტონი მონტანას ფოტო რო აქვს პროფაილ პიქჩერად დაყენებული რა. აი ეგ საზოგადოება რა, ანუ ეს რო არის მაგათი საკულტო ფილმი, ეს ტონი მონტანა, ანუ ეს გოიმი ტონი მონტანა რო არის აი უეჭველი ამათი კუმირი რაღაც რო ბაძავენ ხო იცი ფრაზები რო იციან სკარფეისიდან ანუ აი სკარფეისი რო ამათი საკულტო ფილმია და ის აი თეთრ ტახტში რო ზის ხო იცი არა თეთრ ტახტში კი არა ჩვეულებრივ ტახტში ზის და თეთრი პიჯაკი რო აცრია რა აი ეგ არის მაგათი აი ესეთი კარონი ნომერი არის რა ეგ უეჭველი ეგ უნდა გქონდეს და დენ სულ შეწუხებული სახეებით აი მართლა ან ბედნიერები არიან, უბედურები არიან, რაღაც უხარიათ, არ უხარიათ არიან, სულ შეწუხებული სახეები და აი ყველაზე ფრაზა რომელიც აი არ მიყვარს, ერანერეთ გამომხედა თუ რაღაც აი საშინელება, აი ზულს. შეიძლება ცოტა smile. მანქანა რო გაჩერდება წითელზე და ეს გადმოყოფილი ხელი რაღაცა და აქ მარიაჟი რაღაც ვეთკი საათები რომ ამის ბაზარი რომ მიდის რა რაღაც ძალიან რომ მარიაჟობენ და წითელზე რო გაივლის რა ვინმე გოგო ისე ჩაცმული ცოტა ელეგანტურად მოხდენილა და ლამაზად არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი უჩანდეს და ბიჭების კომენტარი რო არის რომ აუ რა მაგარი ნაშა და ნუ აი ყველას ეგრე რო ეუბნებიან ეგ ძალიან მაღიზიანს აი ყველა გოგოს რომ მაგ თვალსაზრისით ზომავენ რა ნუ ეგ არის ჩვენ ძალიან გამაღიზიანებელი აი კიდე ძალიან მაღიზიანებს როგორი ბიჭა ვიცი აი მანქანაში რო წვანან აი სკამი რო აქვს ბოლომდე გაწეული ეს ზურგი უკან გადაწეული და რო წევს აი რო წევს აი ქვევის ხანჯრის ზოლი რო აქვს აი ამასთან ეს და ქვევიდან რო გიყურებს და ბარი ვაითი რო აქვს მანქანაში ჩართული რა ეს ბარი ვაითი მაინც აი იმის რაღაც სულიერ მდგომარეობასთან და ეს რა ბეიბე და ეს რო ზის ესე აი ძალიან მაგარი პოზიცია აქვს ეგ